ეს ბლოგი რეალურად ამ ქართველ ჩვენს რუს ოლიგარქზე ბიძინა ივანიშვილზეც არის, თუმცა ნელა მივალთ ვიდეოს ბოლოს მივალთ ბიძინა ივანიშვილამდე. ახლა კი თავარი. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა სტარმერმა დაასახელა 4 პუნქტი, რომლებზეც სახელმწიფოების ლიდერები შეთანხმდნენ ლონდონის სამიტზე, ლონდონის შეხვედრაზე. ჩავიკითხავ ამ 4 პუნქტს. უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელება მანამ მოხდება, ვიდრე ომი გაგრძელდება. ასევე ეკონომიკური ზეწოლა გაგრძელდება, გაიზრდება რუსეთზე. ნებისმიერი მდგრადი მშვიდობა უნდა უზრუნველყოფდეს უკრაინის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას. უკრაინა უნდა იყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებების ყველა მაგიდასთან. ამაზე თანხმდებიან ლიდერები. მშვიდობაზე შეთანხმების შემთხვევაში ევროპელი ლიდერები შეეცდებიან აღკვეთონ ნებისმიერი თავდასხმა უკრაინაზე, რომელიც საკმარველია მოდის მომდინარეობს რუსეთიდან. და შეიქმნება ნებაყოფლობითი კოალიცია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს კონტექსტშიც, რომელიც დაიცავს უკრაინას და გარანტიას მისცემს მშვიდობის უზრუნველყოფას ქვეყანაში. აი ამ ნებაყოფლობით კოალიციაში ჩვენ რო ადეკვატური ხელისუფლება გვყავდეს, ცხადია უნდა შევდიოდეთ და მათ შორის ჩვენი უსაფრთხოების ქოლგასაც უნდა ვითხოვდეთ, მით უფრო ამ დღევანდელ უაღრესად რთულ ვითარებაში, როდესაც პრაქტიკულად ყველაფერი რაც არსებობდა აქამდე, ხო, უსაფრთხოების სისტემები და ის დღის წესრიგი, რომელიც იყო გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, პოლიტიკის სისტემები, ესე ვიტყვი, მორღვეულია, დარღვეულია, მონგრეულია, ამაზეც თუ მოვახერხებთ, რასაკვირველია ვისაუბრებთ. ეს რაც ევროპელებმა ასეც მოილაპარაკეს ლონდონში, ცხადია ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოფეტავ და ვიტყვი, რომ რამდენიმე დღეში 6 მარტს, როცა ევროპელი ლიდერები შეიკრიბებიან კიდევ ერთხელ, ის შეხვედრა 6 მარტისა და ის შეთანხმებები 6 მარტისა იქნება გაცილებით მნიშვნელოვანი. კერძოდ ევროპამ უნდა თქვას და გასცეს პასუხი მთავარ კითხვას, როგორ პასუხობს ამ გამოწვევებს. აქვს თუ არა მას ნება, ნახეთ რა საინტერესოა, და შესაძლებლობა პირველი გადაიარაღდეს და შექმნის თუ არა ის ფონდს უკრაინის დასახმარებლად და თუ შექმნის, რა თანხების აკუმულაციას მოახდენს ამ ფონდში. ამაზეც ვისაუბრებთ ჩვენ დღეს, მე ვარ ირაკლი ტაბლიაშვილი. ეს არის აბლომედიას პროექტი სწორი აზროვნება. description-ში მიჩნეულია და ახლაც არის ამონათებული TBC-ის და საქართველოს ანგლის ანგარიშები ჩემი. მე გთხოვთ, რომ შეძლების დაგვარად შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროთ ამ არხს პირველ ყოვლისა, ანუ დამეხმაროთ მე როგორც ამ არხის ფლობელს და ამ განაცემების ავტორს. ახლა კი ძალიან საინტერესო ვიდეო და შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც თქვენ ბევრჯერ გაქვთ ნანახი და ამით უნდა ამ ვიდეოს პრეზენტაციით უნდა განვაგრძოთ ჩვენი დღევანდელი სწორი აზროვნება. Your country is in big trouble. Can I answer? No, you've done a lot of talking. Your country is in big trouble. I know. You're not winning. I know. You're not winning this. You have a damn good chance of coming out okay because of us. Mr. President, we are staying in our country, staying strong from the very beginning of the war. We've been alone, and we are thankful. I said thanks you haven't in been this alone. cabinet, you and haven't not been only alone. in this cabinet. We gave you, through this stupid president, $350 billion. You voted we gave for you your military president. equipment, You and you voted men for are your brave, president. but they had to use our military. What about if you didn't have You our invited military me. equipment, You invited if me you to didn't speak. have our military equipment, this war would have been over in 2 weeks.
ეს კადრები ყველას გაქვთ დანახი. უბრალოდ მე ამ კადრების კიდევ ერთხელ პრეზენტაციით გაგახსენეთ ის სიტყვები ცხადია, რასაც ეუბნება თუ ზელენსკი ტრამპს და თუ ტრამპი ზელენსკის, მაგრამ ის ემოცია, რაც ხდებოდა და რასაც ჩვენ ვადევნებდით ყველანი ბევრნი პირდაპირ ეთერში. ოვალურ კაბინეტში მომხდარი ამბავი არის უპრეცედენტო პოლიტიკის, დიპლომატიის, პოლიტიკის ისტორიაში. თუმცა მე გულახდილად გეტყვით, ნაკლებად მჯერა, ან არ მჯერა საერთოდ იმ ვერსიისა, რომ ზელენსკის დაუდგეს სპექტაკლი, დაუგეს მახე, ხაფანგი დაუგეს, თუ ასე შემდეგ. რომ ის ჩაეჭრათ ასე მაგალითად, გამოეჭირათ, გაეშავებინათ. ეს ალბათ მაინც უადგილო ან შეთქმულების თეორიის ერთ-ერთი ვერსია და მოკლედ მე არ მჯერა. ამას არ ვიზიარებ, მეთქი ამის თქმა მინდა, თუმცა გარკვეული კითხვები ამას აქვს არსებობის ვერსიულება, ამ ვერსიას და გარკვეული კითხვები მაინც ისმის ამასთან დაკავშირებით. და მესმებადება და არა მხოლოდ მე. მაგალითად, ერთ-ერთი კითხვაა. ვინ იყო ის ჟურნალისტი, რომელმაც ვიდრე ამ ინციდენტამდე პრეზიდენტ ზელენსკის კითხა სამოსის თაობაზე. გადაძაბა, ესე ვიტყვი, პირველმა მან გადაძაბა იქ არსებული ვითარება. რატომ გაამახვილა ყურადღება მაინც და მაინც სამოსზე? არა, მისი ვინაობა ცნობილია, გულახდილად გეტყვით და მე კი არ მომიწერია გვარი, იმიტომ რომ გვარს არ აქვს პრინციპული მნიშვნელობა, მაგრამ არათუ ვინაობა ცნობილი არამედ პრეზიდენტ ტრამპთან ადრე გადაღებული ფოტოების გავრცელდა სოციალურ ქსელში მისი. საინტერესოა, ვინ იყო ეს ჟურნალისტი? ეს კითხვა აქტუალური სულაც არ იქნებოდა, რომ არა უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის ვოლცის უკვე შემდგომ გაკეთებული განცხადება თვით ვოლცმა, რომელიც აკითხარით, რომ არის მრჩეველი ტრამპისა, მანაც კი გაამახვილა ყურადღება ამაზე და ვის და ვოლცს უნდა სცოდნოდა, რომ ზელენსკი ასე იმოსება ბოლოს 3 წელიწადია. და საერთოდ მოსთხოვო პრეზიდენტ ზელენსკის სხვაგვარად შემოსვა, ანუ ლიდერს ქვეყნისა, რომელიც ყოველდღიურად უყურებს სიკვდილს თვალებში და რომლის ქვეყანაშიც მიმდინარეობს ის საშინელი ომი, რომელიც დაიწყო რუსეთმა, გულახდილად გეტყვით, ცოტა უადგილოა, არასწორია. თუმცა ვოლცმა თქვა, რომ ზელენსკის პიჯაკი უნდა ჩაეცვა, პიჯაკით უნდა შემოსულიყო, ეს იქნებოდა პატივისცემის დადასტურება პრეზიდენტი ტრამპის და ვიცე-პრეზიდენტ ჯეიდი ვენსის მიმართ. სხვადასხვა ჯეიდი ვენსი გასაკვირველია, ბრალეულია ამ ყველაფერში, თუმცა მან ეს ჩამჭრელად წოდებული კითხვა მაინც პრინციპში დაუსვა, თუ რეპლიკა გააკეთა, თუ მონოლოგი გამოვიდა ტრამპის ერთგვარი მინიშნებით და ვერსიების თაობაზე, რომ ყველაფერი ზელენსკის ჩაჭრისთვის, გამოჭერისთვის, აგდებისთვის, უკაცრავად სიტყვისთვის იყო ჩაფიქრებული, იმ თავითვე იყო ჩაფიქრებული, საფუძვლიანი ხდება მათთვის ყოველ შემთხვევაში, ვინც კონსპიროლოგიით არის დაკავებული. და აქ ძალიან საინტერესო კიდევ ერთი ამბავი, რომელზეც არავინ ამახვილებს ყურადღებას. ეს შეხვედრა დაიწყო ტრამპის საკმაოდ ცინიკური რეპლიკით სწორედ ზელენსკის მიმართ და სწორედ სამოსთან დაკავშირებით. ტრამპმა ამგვარად მიმართა პრეზიდენტ ზელენსკის, დღეს თქვენ ძალიან გამოწყობილი ხართო, ძალიან გამოწყობილი ბრძანდებით. და კვლავ ვიმეორებ, ეს იყო ცინიკური ან ცინიკური შესაძლოა არა, ირონიული რეპლიკა, რასაც მცირე გაცინება, ჩაცინებები მოხდა ზუსტად ისევე, როგორც ჟურნალისტის მიერ იმ დასმულ უადგილო კითხვას. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ჩემი აზრით ძალიან კარგად გაართვა იმ დაძაბული შეხვედრის დროს ყველაფერს თავი, რა საკვირველია უკეთესი იყო, რომ თარჯიმანი აეყვანა, რა საკვირველია თარჯიმანი გააკეთებდა სტრატეგიულ პაუზას, რა საკვირველია რაღაც კითხვებზე შესაძლოა სხვაგვარად უნდა გაეცა პასუხი და იპასუხა საერთოდ ჯეიდი ვენსისთვის, მაგრამ მაინც.
მაგრამ აკი გითხარი ხო სხვა თემებზე შეიძლება საუბარი სხვა ნიუანსებზე შეიძლება საუბარი მაგრამ აკი გითხარით რომ მე არ ვემხრობი პრინციპში იმ მოსაზრებას რომ ეს იყო ჩაჭრის მცდელობა პრეზიდენტის ზელენსკისა გამოჭერის ან ხაფან გამოჭერის მცდელობა ან ხაფანგი დაგებული მის მიმართ აქედან გამომდინარე სხვა ლეგიტიმურ კითხვებს მე აღარც დავსვალ იმ კითხვებს რომლებიც ამ შეთქმულებით თეორიას გაამყარებს თუ გაამყარებდა თუმცა მაინც დავსვავ ერთ კითხვას რომელიც სხვათა შორის გაჩნდა უკრაინულ მედიაში ეს კითხვა უფრო ლეგიტიმურია ან არანაკლებ ლეგიტიმურია იმ პირობებში როდესაც ესეთი დაძაბულია ვითარება რა უნდოდა ოვალურ კაბინეტში არა აი ამ შეხვედრის ადგილას სადაც გაიმართა ეს პრესკონფერენცია თუ მედიასთან შეხვედრა რუსეთის სახელმწიფო მედიას საშუალება TASS-ის ჟურნალისტს ანუ თეთრი სახლის დღევანდელი ადმინისტრაციის პრესსამსახური როგორ ვერ უზრუნველყოფს თუ არ უზრუნველყოფს იქნება და იმას რომ ამ გვარ პრესკონფერენცია შეხვედრებზე მედიასთან შეხვედრებზე არ მოხდეს უკრაინის მიმართული სახელმწიფოს უკრაინის მტერი სახელმწიფოს პრაქტიკულად აგენტი ჟურნალისტის ბეიჯით რომელიც ჩაუკაკლავს FSB-ს ხისვე ჩაუკაკლავს იმ ნიუანსებს რომლებიც იქ ხდება ვინ როდის შემოვიდა აქედან დაწყებული ვის რა ეცვა იმით გაგზელებული ვინ დასცინოდა ვინ ჩხუბობდა ვინ გამათობდა ვის რა ემოციური განწყობა ჰქონდა მაგალითად ეთქვის იმას რომ უკრაინის ელჩი შეერთებულ შტატებში ესე განიცდიდა ფოტოებსაც დაწოდებული ვარ გადაუღებს თუ მას და თუ სხვას მე არ მინდა ვთქვა რომ ეს ამყარებს თეორიას იმის თაობაზე რომ ხაფანგი დაუგეს ეს კონკრეტული ამბავი საერთოდ არანაირ კორელაციაში არ არის ამ იმ ინციდენტთან რაც მოხდა მაგრამ ამავდროულად ვამბობ იმას რომ უმძიმესი ფსიქოლოგიური ზეწოლა იყო ზელენსკიზე განხორციელებული და უნებურად თუნდაც უნებურად ოკეი უნებურად და ზელენსკიმ ჩემი აზრით და ობიექტურადაც გაუძლო ამას სხვა შორის ამერიკელებიც აღიარებენ ოშხოში გარკვეული ნაწილი სენატორებისა, კონგრესმენებისა, რესპუბლიკელი სენატორებისაც მათ შორის. სხვათა შორის და აქ უკვე მეფე ჩარლზი უნდა გავიხსენო, რომელიც სულ პრინცი ჩარლზი იყო, ვიდრე დედამისი იყო ცოცხალი. ახლა ის მონარქია მას არ გაუმახვილებია და ყურადღება იმაზე, როგორ იყო შემოსილი პრეზიდენტი ზელენსკი. არა და კონსერვატორულ ბრიტანეთში კაცილებით დიდ ყურადღებას აქცევენ სწორედ შემოსვას, dress codes ეგრეთ წოდებას. პრეზიდენტი ზელენსკი ამ ლონდონის სამიტის შემდეგ შეხვდა სწორედ მეფე ჩარლზს, იყო ძალიან გულთბილი შეხვედრა და ძალიან კარგი შეხვედრა. სხვათა შორის აქვე გავიხსენებ, რომ სტრამერმა პრეზიდენტ ტრამპს ორი დღით ადრე, ვიდრე ტრამპი შეხვდებოდა ზელენსკის, კონვერტი მოიღო ჯიბიდან და გადასცა, ხო, ჩემი კადრი გაიპარა, მაგრამ აქ სტრამერისა და ზელენსკის არაჩვეულებრივი შეხვედრის კადრებია გაცილებით მნიშვნელოვანი, ვიდრე ჩემი კადრია. მოკლედ, გადასცა კონვერტი, სადაც ეწერა, ამ კონვერტის წერილში ეწერა, რომ ჩარლზი პატიჟებს ტრამპს შეხვედრაზე ლონდონში და პრეზიდენტმა ტრამპმა დაუდასტურა როგორც პატივისცემა, ისე მზაობა, რომ შეხვდება უკვე საავადმყოფოდ არა პრინც, არამედ მეფე ჩარლზს. ახლა მე გეტყვით თავარს და გადავდივართ ალბათ თავარ საკითხზე. მე ვარ მაინც თამამი პროგნოზების გაკეთების მომხრე ამგვარ მძიმე ვითარებაშიც კი. და კი უმადური საქმეა პროგნოზები, მაგრამ ნებები ნელ-ნელა ცხრება. მე მესმის რომ დღესაც აკეთებენ მხარეები გარკვეულ განცხადებებს ემოციურ ფონზე და მძიმე განცხადებებს და განსაკუთრებით მძიმე განცხადებები მაინც ისმის ვაშინგტონიდან, თეთრი სახლიდან, ან ტრამპის ადმინისტრაციიდან, სახელმწიფო დეპარტამენტიდან, სხვა უწყებებიდან და ასე შემდეგ, მაგრამ ევროპა მაინც აბალანსებს საკუთარ მისჭს ამას აქვე ვიტყვი. და აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით, თუ მიუხედავად თუ გათვალისწინებით, მე ვარ თამამი პროგნოზების გაკეთების მომხრე, ცოტა ჩაცხრა რა. იბოდიშებთ ერთი წუთით. ცოტა ჩაცხრა რა. ოდიში მომივიდა აქ ძალიან საინტერესო მესიჯი, რომ ზელენსკი აცხადებს,
მოდის ვიხდი ამასაც ჩავიკითხავ ბარემ რომ მზადა ამერიკასთან მინერალების შეთანხმებას მოვაწეროს ხელი. ახლა გამოვთავ Facebook-ს, რომელიც დამრჩენია თქვენის ნებართვით, მინერალებზე ვისაუბრებთ სწორედ და არა მხოლოდ და გეტყვით რასაც გულისხმობ. მოკლედ, ევროპა იცით თქვენ რომ ძალიან ცდილობს ურთიერთობების დალაგებას შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის. ეს ინფორმაცია მომივიდა ეს წამია და ამავდროულად ევროპამ არსებითად გაისიგრძე განა რომ ის რეალობა რომელიც უკვე დამდგარია. კერძოდ ის რეალობა რომ უსაფრთხოების საკითხებში ამერიკა მისი მხარდამჭერი ევროპის უსაფრთხოების კონტრიბუტორი ხო ნაკლებად იქნება. მე არ ვამბობ რომ არ იქნება, ის დატოვებს სასაკვირველია შედარებით მცირე რაოდენობით საკუთარ შეიარაღებულ ძალებს, რომლებიც ახლა არიან ევროპაში, მაგრამ შედარებით მცირე რაოდენობით მეთქი აქ ვიტყვი. ამდენად ევროპის მთავარი სახელმწიფოები, აგრეთვე ის ქვეყნები, რომლებიც გრძნობენ ამ ეგზისტენციურ საფრთხებს, მაგალითად ბალტიის სახელმწიფოები, პოლონეთი აგრეთვე, ხო? სწრაფი ტემპებით დაიწყებენ მინიმუმ 2%-ს, ასე ვიტყვი, და მე უკვე ნელ-ნელა მივალ მათ შორის მინერალების საკითხზე და იმ თამამ პროგნოზებზე, რომელზეც აკი გითხარით, ხო? ეს გიანონსეთ თუ დაგასპოილერეთ, რომ გითხარით, რომ თამამ პროგნოზებს გავაკეთებ მეთქი. ევროპა გადაწყვეტს 2 ან 3 საკითხს. ეს არის პირველ ყოვლისა საკუთარი თავდაცვის ხარჯების გაზრდა, შესაძლოა გადაწყვიტოს საკუთარი გაერთიანებული ჯარების შექმნის საკითხიც უახლოეს მომავალში და მესამე საკითხი არის უკრაინის შეიარაღების თავისი ძალებით და შეძლების დაგვარად აღება. ალბათ დაიწყება რუსეთის და ალბათ კი არა, უფრო დაიწყება რუსეთის რეზერვების ფონდის გამოყენებაც. იცით თქვენ რომ ბელგიაში, მეტწილად ბელგიაში და სხვაგანაც სასაკვირველია, ჯამში 300-320 მილიარდი ევროა გამოყრილი და მაღალი ალბათობით ამ თანხებს გადასცემენ უკრაინას. აქ მე ვიტყვი რომ არ არის გამორიცხული რომ ამ თანხებიდან ნაწილი მისცენ გაგიკვირდებათ და ტრამპსაც შეერთებულ შტატებს უფრო ზუსტად ვიყო და ამ თანხებიდან შეისყიდონ ის იარაღი, რომელიც ევროპას მოცემულ ეტაპზე არ აქვს და სჭირდება როგორც საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ისე უკრაინის დაცვისათვის. აქვე გავიხსენებ, რომ ნორვეგიის სრულიად უნიკალურ ან გამორჩეულად უნიკალურ პოზიციას ნორვეგია ხსნის, ამას თუ არ ვცდები, ქვია ფედერალური ფონდი რეზერვები 2 ტრილიონამდე ევროა თავოყრილი. ამ ფონდში ცხადია 2 ტრილიონ ევროს ის არ დახარჯავს, მაგრამ პრეცედენტს რომ უშვებს და სხვა ქვეყნებსაც რომ აძლევს, მაგალითად რომ თქვენს გახსენით თქვენი ფონდები და იქიდან გარკვეული თანხები გამოვაძვრინოთ და დავეხმაროთ როგორც საკუთარ თავს, ისე უკრაინას, უკვე კარგია. ნორვეგია სხვადასხვა სხვა კონტექსტში არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანა. ნორვეგია, ამაზე ოდნავ მოგვიანებით კიდევ უფრო წვრილად ვიტყვი, ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე მეც ხარჯავს მსოფლიოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ეხმარებოდნენ ან ეხმარებიან უკრაინას. ამერიკა გაგიკვირდებათ და ეს ალბათ ტრამპს უნდა უთხრა, ოდესმე ვინმე უნდა უთხრას, ხარჯავს დაახლოებით $200, ხოლო დაახლოებით 1,600 ევროს, 1,600 დოლარს ხარჯავს ნორვეგია ერთ სულ მოსახლეზე, რაც ერთ სულ მოსახლეს ეკუთვნის, ესე ვიტყვი, ნორვეგიის ფინანსებში, ხო, ნორვეგიის ბიუჯეტში. გადასახადის გადამხდელიო, ასე რომ ამბობთ ხოლმე. ხო, ნორვეგიაზე ამაზე ამ კუთხით ვილაპარაკებთ კიდე თუ მოვახერხეთ. და ალბათ უნდა თქვათ, რომ ხო, ან ტრამპს შესთავაზებენ იარაღის, ეხლა ტრამპი იარაღის შეწყიდვას შეერთებული შტატებიდან. ტრამპი ამაზე დათანხმდება თუ არა? გაუდის რა მუდმივად დილ, გარიგება, შეთანხმება, ვაჭრობა, აღებიცევა და ასე შემდეგ. მაღალი ალბათობით გავრისკავდა, ვიტყვი, ეს არის ჩემი ერთ-ერთი პირველი პროგნოზი. ტრამპი ამაზე დათანხმდება, ევროპა თუ უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას, ოკეი, გამოიყენოს ჩემი იარაღი ყოველ შემთხვევაში, მანამ ვიდრე მისი წარმოება ამოქოქილა და ახლობით ასეთი შეიძლება იყოს პასუხი შეერთებული შტატებიდან. სხვათა შორის პარალელურად მიმდინარეობს მეორე პროცესი კი ამგვარია. შეერთებულ შტატებში ტრამპის ადმინისტრაცია ძალიან აძლიერებს ანტიზელენსკი
კამპანიას. კვლავ ვიმეორებ, ძალიან მაღალი თანამდებობის პირები, ტრამპის გუნდის წევრები, მათ შორის FBI-ის ლიდერი და სხვები გამოვიდნენ და აკეთებენ მეინსტრიმ მედიაში განცხადებებს ამგვარი შინაარსით, მოლიცბაც გააკეთა ამგვარი განცხადება თუარსტევი რუბიოაც. რომ ზელენსკი მინიშნება კი არ არის. პირდაპირ განცხადებაა, რომ ზელენსკი არ არის რა ის კარგი მომლაპარაკებელი, ან მოლაპარაკებისთვის მზადმყოფი, უფრო ზუსტი რომ ვიყო, უნდა წავიდეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა უკრაინაში უჭირდება ლიდერი, რომელიც მშვიდობისკენ მოწადინებული, მშვიდობაზე მოწადინებული, ორიენტირებული იქნება. ამას ღიად აფიქსირებენ აკითხარით და ასევე ღიად აფიქსირებენ იმას, რომ უკრაინის სათავეში უნდა მოვიდეს პროცესის მიმართ უფრო ლოიალურად განწყობილი პირი. ამ პროცესში და ამ კონტექსტში დასაკვირველია მთავარ პირად მოიაზრება ბევრის ფავორიტი გენერალი ზალუჟნი, რომელიც სხვათა შორის ლონდონში შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის და იმ შეხვედრებზეც ზალუჟნი ცხადია ძალიან პოპულარულია. ის ერთად თუ ვინმე გაუწევს კონკურენციას ზელენსკის, სწორედ გენერალი ზალუჟნია, თუმცა გენერალმა რამდენიმე ხნის წინ როცა უკრაინას ასევე შეუტია შეერთებულ შტატებმა, ოღონდ ამ შეტევამდე კონკრეტულად პრეზიდენტმა ტრამპმა უწოდა დიქტატორი პრეზიდენტ ზელენსკის ვიდრე გამოსწორებამდე, გენერალმა ზალუჟნიმ დააფიქსირა საკუთარი ძალიან სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია. მან თქვა, რომ ის მხარს უჭერს პრეზიდენტ ზელენსკის და რაღაცა არჩევნები არ უნდა ჩატარდეს უკრაინაში იგივე პოზიცია დააფიქსირა პეტრო პოროშენკო. უდინდელმა ოპონენტმა ზელენსკისა. გენერალი ზალუჟნი არის მესამე პირი, აი გაგიკვირდებათ და ვინც მესამე უკრაინელი პოლიტიკოსი, ვინც ოდესმე უხსენებია პრეზიდენტ პუტინს, შლეგ პრეზიდენტ პუტინს 2022 წლიდან. ცხადია ის მას უხსენებია ზელენსკი და არაერთხელ. მას ნახსენები ჰყავს ქართულგვარიანი უკრაინელი პოლიტიკოსი არახამია და ალბათ ნახსენები ჰყავს სტამბოლის მოლაპარაკებების კონტექსტში, რომელიც ჯონსონმა ჩაშალავა, ასე რომ ამბობენ და ახსენა ზალუჟნი. თუმცა ზალუჟნი არის პირველი პირი, რომელსაც პუტინმა, ესე ვიტყვი, ირიბად გაუგორა. თქვა, რომ ის უნდა იყოს ირიბად თქვა, რომ ის სწორედ ზალუჟნი უნდა იყოს უკრაინის ლიდერი, იმიტომ რომ ზელენსკი არის დესტრუქციული პირი და ორიენტირებული სულაც არ არის მშვიდობაზე და ასე შემდეგ. თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ზალუჟნი ეს პრინციპულ თანხმობას არ აცხადებს ჯერჯერობით იმაზე, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს და მით უფრო მან მიიღოს მონაწილეობა. კიდევ ერთი საკითხი არის ვაშინგტონის მეორე პოლიტიკა, ანუ ის უტევს პირველი პოლიტიკის თანახმად ზელენსკის და უბიძგებს იმისაკენ, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებშიც კი მეორე მსოფლიო ომის დროს არ ჩატარებულა ეს არჩევნები, იცით თქვენ, და პრინციპში სწორიც იყო, რომ არ ჩატარდა, იმიტომ რომ ომში მყოფი ქვეყნის მთავარსარდალი, ლიდერი, პრეზიდენტი არ უნდა იცვლებოდეს შუა ომის პერიოდში, ცნობილი ანდაზის გახსენებაც შეიძლება. მაგრამ ახლა არის მეორე საკითხი, მეორე პოლიტიკასაც აწარმოებს ვაშინგტონი და გეტყვით რას. ეს არის მინერალების თემა. აი პრეზიდენტმა ზელენსკიმ ახალი ინფორმაცია მომაწოდეს ჩაწერის მსვლელობისას, რომ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ მინერალების საკითხს ის მიუბრუნდება. და აი პირველი თუ მეორე პროგნოზი ჩემი ამგვარია, რომ ევროპელების ძალისხმევით, ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების ძალისხმევით, თავად ზელენსკის სწორი სახელმწიფოებრივი ხედვების გათვალისწინებით და გათვალისწინებით, ჩემი პროგნოზით, მინერალების და მხოლოდ მინერალების საკითხზე ზელენსკი დაბრუნდება შეერთებულ შტატებში, არც თუ ისე შორეულ მომავალში. თუ ევროპულმა დიპლომატიამ იმუშავა მეთქი
ასე ვიტყვი და პრეზიდენტ ტრამპს ევროპელები თუ შესთავაზებენ არა მხოლოდ ხედვებს საკითხებზე, როგორ უნდა დამხარდეს მშვიდობა უკრაინაში, არამედ თუ გააცნობენ მათივე გადაწყვეტილებას ევროპის მონაწილეობაზე უკრაინის კონფლიქტში და იმასაც თუ ეთქვიათ, რომ ხარჯავდა თქვა 350 მილიონიანი მოსახლეობით ქვეყანა ამერიკა ამდენს ხარჯავდა, მაგრამ აი ევროპაც ხარჯავდა არც თუ ცოტას. აი მეორე პოლიტიკა კი შეერთებული შტატების არის ამგვარი ხო რომ არ დამოვისწრეს რომ ისინი უკვე ვაშინგტონი უკვე აკეთებს ერთგვარ მინიშნებებს იმის რაობაზე რომ მინერალები იმდენად მნიშვნელოვანია რომ თუ უკრაინის მხარე პრეზიდენტი ზელენსკი თანახმა იქნება მინერალების საკითხს დაუბრუნდეს why not რატომაც არა დაუბრუნდეთ მინიშნებები ამასთან დაკავშირებით კეთდება მაღალი დონიდან სხვათა შორის და აგე დაგვეცია ინფორმაცია რაც იცით თქვენ რომ პრეზიდენტი ზელენსკი პრინციპში თანახმა აქედან გამომდინარე მე სულაც არ გამომიცხავ რომ ჩასჭიდო ხელი ალბათ არასწორია მაგრამ თქვათ ერთობლივი ვიზიტი განხორციელდეს აქ შეერთებულ შტატებში მაკრონისა, სტრამერისა და ზელენსკისა და სავარაუდოდ მერცისა არა მე ალბათ მელონისა მაგრამ ეს უკანასკნელი ძალიან საინტერესო ინიციატივით გამოვიდა რომ გაიმართოს ერთობლივი შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ერთობლივი სამიტი ახალი უსაფრთხოების კონცეფცია, ახალი უსაფრთხოების გამოწვევების გათვალისწინებით და ახალი უსაფრთხოების კონცეფცია იყო შემუშავებული. აქვე ვიტყვი, რომ პრეზიდენტი ტრამპი მაღალი ალბათობით პროგნოზების მიუხედავად აღარ შეხვდება პრეზიდენტ პუტინს, ანუ გაჩერდება პროცესი, იმიტომ რომ პრეზიდენტი ტრამპი უკვე ხვდება რომ ცალმხრივად მხოლოდ პუტინთან ლაპარაკი ზელენსკის გარეშე, რომელთანაც ეს ინციდენტი მოხდა, აზრს კარგავს. და პუტინიც არ არის მზადმყოფი იმისთვის, რომ შვიდობა, ოღონდ რეალური შვიდობა დამხარდეს ამ პროცესში, ამ ვითარებაში და ამ ყველაფრის გათვალისწინებით. ანუ ტრამპი ხვდება და მიახვედრებენ ესე ვიტყვი, რომ პუტინს სულაც არ სურს ომის დასრულება, პუტინს გაცილებით არანაკლებ ზულს ზელენსკი ვიდრე ზელენსკის პუტინი. ტრამპი მიხვდება რომ ომი ვერ დასრულდება მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკებებით და ის რეპუტაციულად ძალიან დიდ ზიანს მიიღებს და კიდევ ტრამპი მიხვდება ალბათ თან მიახვედრებენ რომ ევროპის მიტოვება გადაგდება არ განაპირობებს ამ ევროპის შერიგებას რუსეთთან ეს დააფიქსირა პრინციპში ევროპამ, სტრამერმა, მაკრონმა და სხვებმა, რაც არ უნდა დიდ დათბობაზე წავიდეს რუსეთი ამერიკასთან, ანუ ყველაფერიც რომ გადასცეს, რუსეთი პრინციპში all in ყველაფერს არის ჩასული ამ კონფლიქტში, მას ყველაფერი უნდა რაც დაპყრობილი აქვს და რაც დაპყრობილი არ აქვს, მაგრამ მისად კი თავისად კი, თავის საკუთრებად კი მიაჩნია. აქედან გამომდინარე მე თამამ მეორე თუ მესამე პროგნოზი არის ის, ვადებით შემიძლია მეთქი თქვა, მაგრამ ამას ახლა აღარ გავრისკავ, რომ პრეზიდენტი ზელენსკი დაბრუნდება ვაშინგტონში ძალიან მალე. და აი ამ კონტექსტში უნდა ვახსენო კოცები, ქართული ოცნება, უფრო ზუსტად ჯერ სხვა რამე უნდა ვთქვა, საქართველოდან ტრამპ ხო ეს უნდა ვთქვა ძალიან მნიშვნელოვანი. მოსულა ხალხო ტრამპის კრიტიკა. როგორ არა მე გავაკრიტიკებ, პირველ დღესაც გავაკრიტიკებ, არასკევს შაბათსაც, კვირასაც და ასე ვაკრიტიკებ. ჩემზე მაგრადაც აკრიტიკებენ, ჩემზე არგუმენტირებულადაც და ასე შემდეგ. მან საშინელება ჩაიდინა იმ დღეს ჩემი აზრით ისტორიული საშინელება უფრო ზუსტი რომ იყო მისი ძალისხმევით მოირღვა გლობალური წესრიგი და ის საკრიტიკოა ევროპის მიტოვების, ევროპის სავარაუდო მიტოვების და აგრეთვე ზელენსკის მიტოვების გამო. ეს ასია, მაგრამ ხო ასევე საკრიტიკოა მისი თვალსაწიერის სოფლხედვის გამო, იმის გამო რომ სულ დილ გაუდის, ხო აღებიცემობა ჰქონია ეს ყველაფერი. მაგრამ ტრამპის, ვენსის, მასკის, რუბიოს და ვისიც გინდათ იმის კრიტიკა არ უნდა გადაგვეზარდოს ჩვენ შეერთებული შტატების კრიტიკაში ეს ქვეყანა არის, იყო და იქნება ჩვენი მთავარი პარტნიორი. ევროპა რასაკვირველია ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში.
საფორთერია, რასაკვირველია ევროპა, მაგრამ მთავარი პარტნიორი მათ შორის ბიზნა ივანიშვილის მოცილება მოშორების ამბავში უნდა იყოს თუ გვინდა ეს ივანიშვილის მოცილება და როგორც ხვდები გვინდა და ხვდები კი დარწმუნებული ვარ რომ გვინდა, მაგრამ კარგად უნდა განვსაზღვროთ ამ გამოწვევების გათვალისწინებით, რომ შეერთებული შტატების პოზიციის გარეშე ბიზნა ივანიშვილის მოცილება 1-2-1 3 თუ 1-7-ად გაჭირდება, გაღართულდება, ხო? და აქედან გამომდინარე არ უნდა გადაგვეზარდოს ტრამპის კრიტიკა შეერთებული შტატების კრიტიკაში და იმის თქმაში, რომ ამერიკას იმპერია ყოფილა ამერიკა არა, ამერიკა არის დემოკრატია, ამერიკა არის სისტემური დემოკრატია და ეს სისტემური დემოკრატია ძლებს იმ გამოწვევებს, რომლებიც არის დღეს მის წინაშე პირველ ყოვლისა შექმნილი მიზეზთა გამო, ეხლა აღარ ჩავუხმოვდები. ახლა შეეხება ბიზნესთან დაკავშირებით, ხო, შემიძლია გითხრათ, რომ ის ხარობს, რასაკვირველია, იმით რა მდგომარეობაც არის შექმნილი. ახლა მაჟორულ ტალღაზია, მას გონია, რომ მან გაიმარჯვა ამ პროცესში, უკვე და დაალაგდება ცალკე ჩინეთთან, ცალკე რუსეთთან, დაალაგებულია ორივესთან პრინციპში და უკვე შემდგომ ამერიკასთანაც, მაგრამ ამაოდ, როდესაც საქართველოსთვის მოიცლიან და ეს გლობალური საკითხები ამასობაში იქნება ერთგვარად გადაწყვეტილი, მე მინდა დავარწმუნო მისი მომხრეები, რომ მას კოვზი ნაცარში რასაკვირველია ჩაუვარდება. აქედან გამომდინარე, ახლა უნდა დავსვა კითხვა, ვის გაუმარჯოს, ხო? აი ასე რა, ალბათ ამით რომ დავამთავროთ ჩვენი უკვე 32-33 წუთიანი ბლოგი, გაუმარჯოს ევროპას. რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი როლს თამაშობს ახლა ამ პროცესში და ჩვენთვისაც მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ახლა გეტყვით, რომ გაუმარჯოს აიჩხუბებს ბევრი, მაგრამ მაინც გაუმარჯოს ჩვენს მეზობელ თურქეთს, რომელსაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ხო აღიარებული აქვს და ჩვენთან ერთადერთი სახელმწიფოა ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიდან, რომელსაც აქვს დემარკირებული საზღვრები ჩვენთან, ანუ ვიცით სად გადის საზღვარი. და ჩემი ფიქრით ჩვენ როგორც ნატოს წევრ სახელმწიფოსთან უფრო სერიოზული ურთიერთობები უნდა დავალაგოთ უკვე შემდგომ, როდესაც ამათ მოვიცილებთ ანუ კონცეფტს. გაუმარჯოს ბრიტანეთს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს საფრანგეთთან ერთად, მაგრამ რაღა ევროკავშირის წევრი არ არის, ამიტომ გამოვყავი. ეხლა გაუმარჯოს გერმანიას, ხო, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოა, ის კიდევ უფრო სერიოზულ როლს შეასრულებს ჩვენი სახელმწიფოსთვის, მათ შორის ბიზნა ივანიშვილის მოცილების კონტექსტში. გაუმარჯოს უკრაინას, რასაკვირველია და მის გმირ ლიდერ ზელენსკის, რომელიც ესე მხარად დგას და ემოციურად ძალიან ცოდოა, არასწორი სიტყვა, ძალიან უნდა გავუგოთ მას, აი ამ კაცს, რომელიც 3 წელია სიკვდილს უყურებს თვალებში და რომელმაც ყველაფერი იცის, აი იმ წამშიც კი ყველაფერი იცოდა რა ხდებოდა ფრონტის ხაზზე, მოსდიოდა მაღალი ალბათობით ინფორმაციები, ან 3 წუთით, 7 წუთით, 15 წუთით ადრე უთხრეს, რომელიც არც არ წავა და მე ვაკეთებ ამ პროგნოზს, რომ მის ურთიერთობას ტრამპთან დაალაგებენ როგორც ამერიკელი კონგრესმენი, სენატორები, ისე ევროპელები და გაუმარჯოს ამერიკას, ასე უნდა გითხრათ, როგორც ქვეყანას, რომელიც არ უნდა გავუტოლოთ არც ტრამპს და არც ნებისმიერ სხვა ლიდერს, იმიტომ რომ ამერიკას შეუდარებლად მეტია ვიდრე არათუ ტრამპი, არამედ ჩემი საყვარელი პრეზიდენტი რონალდ რეიგანი, ასე მაგალითად ან ნებისმიერი სხვა დიდი მოღვაწე პოლიტიკოსი, პარაპოლიტიკოსი ერთობლიობაშიც კი, ვინც იყო ან არის შეერთებულ შტატებში. ისე როგორც საქართველოს რასაკვირველი არ უნდა გაუტოლოთ არავის დიდ მოღვაწეებსაც კი, ბიზინა ჩარჩს კი არა, დავით აღმაშენებელზე მეტია, ბევრად მეტია საქართველოს ან ნებისმიერ დავით აღმაშენებელზე, თუ დიდ მონარქზე, თუ დიდ მოღვაწეზე კრებსითად. ოღონდ ხო, ამერიკას გაუმარჯოს კიდევ იმიტომ, რომ იქ არის პრობლემები, ვაღიაროთ უნდა, მაგრამ იქ ჩვენგან განსხვავებით, ჩვენთან არის ბიზნესი დამკვიდრებული. ამერიკაში ტრამპიზმი როგორც ასეთი ვერ გაიმარჯვებს, თუნდაც 4 წელი იყო შეერთებული შტატების სათავეში ტრამპი, იმიტომ რომ არის ამერიკას სისტემური დემოკრატია, აქ გითხარით და ის თავისუფლების დარაჯია ამერიკაზე გაბრაზებულებს მეუბნები, მაინც მის გაბრაზებული ვარ როგორც ტრამპზე,
და ვერავითარ deep states ვერ დაამარცხებს ეს ტრამპი, თუ მაინც და მაინც ეს deep state-ი არსებობს. შესაბამისად, ეს არის ბოლო წინააღმდება 35 წუთით ამოიზურა. ბიძინა უახლოეს ხანებში ხურჩამოყრილი იქნება. ეს კი სტიკერები, რომლებიც დღეს მივაკარი. საქართველოს გაიმარჯვებს. Never back to USSR. I stand with Ukraine. Ruseti okupantია, we are Europe. ეს კიდე რაც თავარია. Русский военный корабль და ის სამასოიანი ცნობილი სიტყვა. ნახვამდის.